კაიაფასგან იესო პრეტორიაში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიაში არ შესულა, რათა არ გაუწმინდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. გამოვიდა პილატე მასთან გარეთ და თქვა: რა ბრალს ასდეთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტის მოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ თქვენთან და მსჯავრით დაზე თქვენი რჯულის მიხედვით. უთხრეს მას იუდეველებმა, ჩვენ ნება არა გვაქვს ვინმე მოვკლათ. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიაში. იესოს მოუხმო და უთხრა: შენ ხარ იუდეველთა მეფე? მიუგო იესომ. შენით ამბობ ამას თუ სხვებმა გითხრეს ჩემს. მიუგო პილატემ. განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცე შენი თავი. რა ჩაიდინე? მიუგო იესომ. ჩემი სამეფო არ არის ამ წუთის სოფლის. ჩემი სამეფო რომ ამ წუთის სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდ. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო. უთხრა მას პილატემ. ესე იგი მეფე ხარ? მიუგო იესომ. შენ ამბობ რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთის სოფელში, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა. ყველა ვინ ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ. რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ მასში. ხომ გაქვთ შეუძლება რომ პასექს ერთი გაგინ თავისუფლოთ? გსურთ რომ გაგინ თავისუფლოთ იუდეველთა მეფე? მაშინ კვლავ აყვირდნენ და თქვეს: ბარაბა კი ავაზაკი იყო.